მოგესალმებით მეგობრებო, მოდით ვნახოთ რა გაგახარებთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. მოდით ვნახოთ რა გაგახარებთ ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. გაშლა უფრო მეტად გვაქვს სასიყვარულო, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქროთ და ვნახოთ აბა რა გაგახარებთ მისი მხრიდან. აბა ვნახოთ. კვერთხების მეფე უკაცრავად არკანი, მაგი, ცარიერი არკანი და არკანის სამართლიანობა. მეგობრებო, პირველ რიგში თუ თქვენ შორის ახლა არ არის ამ ეტაპზე კონტაქტი, ან არის ძალიან ისეთი ზედაპირული და არაინტენსიური კონტაქტი, აქ თქვენ გაგახარებთ ის, რომ ადამიანი საკუთარ ხელში აიღებს ინიციატივას, საკუთარ ხელში აიღებს სიტუაციას, მეტად ინტენსიური კონტაქტზე გამოსვლა იგრძნობა მისი მხრიდან. თუ ადამიანი საერთოდ არანაირად არ გამოდის კონტაქტზე, ამ შემთხვევაში ადამიანი უბრალოდ მოულოდნელად და უცაბედად თქვენთან კონტაქტზე შეიძლება გამოვიდეს ამა თუ იმ გზებით. ერთადერთი დავამატებდი იმას, რომ შეიძლება გამოვიდეს კონტაქტზე არა თავისი სახელით, არამედ მაგალითად fake account-ით, ხო? ან მეგობრის account-ით, ან რაღაც ასეთი ცოტა ფარული ხერხებით. კიდევ რა გაგახარებთ მისი მხრიდან? გაგახარებთ ის, რომ ადამიანი რაღაც ახალს გაანალიზებს, რაღაც ახალს გაიაზრებს თქვენთან დაკავშირებით, თითქოს ისე აღარ გიყურებთ, როგორც აქამდე გიყურებდათ და ეს გამოიხატება მის ქმედებებში. რა გაგახარებთ მისი მხრიდან? არკანი ხმლების რვიანი და არკანი პენტაკლების ხუთიანი. რა გაგახარებთ? ხმლების ცხრიანი. გაიგებთ ამ ადამიანის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას, გაიგებთ უფრო მეტ ინფორმაციას მისი რაღაც გარკვეული ტრავმების შესახებ, შიშების შესახებ. დიდი შანსი აქვს მოულოდნელად გაირკვას ისიც თუ რატომ არ გამოდიოდა რეალურად ადამიანი კონტაქტზე, ხო? ნუ ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ბევრთან ასეთი ენერგიებიც იგრძნობა, რომ ადამიანი არ გამოდიოდა კონტაქტზე რაღაც გარკვეული კრიზისის, ემოციური კრიზისის ან შიშების გამო. თუმცა ცხადია, როდესაც ადამიანი კონტაქტზე არ გამოდის, დიდი ალბათობით მას ეს უბრალოდ არ უნდა.